როგორი შვილები ვიყავით ახლა გითხარით? ისეთ რა, აი ახლა გამეორებით რომ გადის ეს სერიალი. ისეთი სიამოვნებით უყურებ და ისე ზუსტად არის აი ეს კავშირები ერთმანეთთან, ისეთი დამაჯერებელია და ისეთი აქტუალურია ეს ურთიერთობები, რასაც უყურებ. ყოჩა, ყველა, შვილებიც, დედებიც, ბებიებს და ყველა პერსონაჟი არის აი ზუსტად თავის ადგილზე და აი აქტოვანებული ვარ. ოჩახ კეთდებდარიანი რომ მაქსიმალური დამაჯერებლობით აბსოლუტურად დაწერა ეს ურთიერთობა. კარგი შვილები ხარ, ძალიან კარგი შვილები ვარ. თავისებურად კარგი და შენ ხარ განსაკუთრებით კარგი. ვაიმე. შენ ხარ რაღაც ისე გული მიჩუყდება, იცი შენზე. რო ვერ ჩამოგიყვანე საქართველოში. ხო, მაგრამ იქიდან გაძლევ ძალას და რა ვიცი, მე მგონი მხარს გიჭერ ყველანაირად. იქნებ ჩამოგიყვანო შემდეგ სეზონზე. რო გადაცემაში ვიყავი ნახე? ხო, ნახე. და მე რომ მიცავდა ის კაცი, გახსოვს? მახსოვს. და მე მგონი მაგის გარდა არავინ არ გიცავს. ხო და ხო კარგი კაცია. კატო. ეხლა არ მითხრა რომ იმასაც მოსწონ ხარ? გიჟდება ჩემზე. ღმერთო ჩემო. რად გინდა, კატო, რად გინდა ეს აფერისტი კაცი? ვინ არის გამაგებინე? და რატოა აფერისტი კაცი? შენ ხო იცი რომ მე უშიშარი კაცები მომწონს. ხო და ეს კაცი ყველას კი არ დაეთანხმა. პირიქით. ჩემს გამო ყველა გადაინტერა. არა კატო. უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა რომ ოდესმე ჭკუას ისწავლი. მე რო გავიგე რომ ლია გუდაძეს უნდა ეთამაშა ჩემი დედიკოს როლი, იქო დედამთილის ის მიშრობდა, კი ყველასთვის საყვარელი იყო მანენელ რთქმენიძე, მაგრამ როგორც დედამთილი ხო იყო ნინასთვის ისეთი რთული და რო გავიგე რომ ლია გუდაძე იყო ჩემი დედა, ჯერ ვთქვი რომ ესე იგი მეთქი მეც ლამაზი ვარ, იმიტომ რომ თულიას გოგო ვარ, ესე იგი პირველი ეს მომივიდა აზრად როგორც ქალს, რომ ესე იგი ლამაზი დედიკო მყოლია, მეც ლამაზი ვარ, ესე იგი თქო. ან როგორ აღმიქვავე. და მეორე ძალიან გამეხარდა იმიტომ რომ ლიას ფილმებზე გავიზარდეთ ყველა და ძალიან დიდი სიამაყით მივიღე და ყველას ვახარე რომ აიცით მეთქი ლია გუდაძე თამაშობს ჩემს დედას თქო და მე უფრო თბილი და ტკბილი სცენები გქონდა საგურამოში. საგურამოში. ყველას რო უხარო და ჩამოსვლო. მოდი ცოტა გავიხსენოთ იქაურობად. Fasi sizce tavisi begobrები ალექსანდროვიჩ როგორ ახალ? ეხლა თქვენ მოშიებულები იქნებით ბავშვებო 5 წუთში გავაწყობს არა დედ შენ არ გშია მოგეხმარები და მე ერთად არა მანანა მომიხმარე შევძადი ბავშვები ხო აბა როგორია ბოდიდე სულ ამაზი გოგოები იყავით კაცო გავგიჟდი ისე კარგად მახსოვს სუფრასთან რო დავჯექი და გადავხედე სულ ყველა რა კარგები იყავით სულ სხვადასხვანაირები იყავით ეხლაც კარგი ხართ მაგრამ მაშინ კიდე სხვანაირად აღვიქვი. დედა ეხლა მეც მაქე რომ მეც უთხრა მაყურებელს რომ არ გამლანძღონ და შენ რა გაგასალანძღი? თინას, ვიმე რა სლაპა. ჩემი პრინციპული შვილი. ო, ვის გავარ ხასიათებით? მაინც მე მგავხარ დედა. კი. იმიტომ რომ შოთიკოს რომ მივტირი, ეს ხო ილუზიაა იმისი რომ ვითომ კარგად ცხოვრობდა და ბედნიერი იყო და დიდი სიყვარული ჰქონდა, არ დაიჯერო და მე მგავხარ. პრინციპული ხარ, იმიტომ რომ მეც პრინციპული ვიყარვი. დიახაც. და არის ნელიკო პრინციპული. რაშიც ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქეთის, რატო იცი, აი ესეთი ქალი თითქოს აი რაღაცნაირი ბაბუა წერას რომ შეუბერავ და აფრინდება და ესეთი ქირქილა და ცოტა ვითომ მოჩერჩეტო და როგორი გადამწყვეტ მომენტებში ეს ქალი როგორ მნიშვნელოვან სათქმელს ამბობს ხოლმე და როგორ მნიშვნელოვან საქციელს ჩადის. მე მგევხარ შვილო. ნამდვილად. всё, გადაწყდა. მე მამას გვავარ ზუსტად ვიცი. ანუ კატო გავს მამას. არა უჭირს. და ლიკუნა გავს ალბათ დედას.
ალბათ ხო. ნიკონა ვერ ვიტყოდი მთლად ჭკვიანია მეთქე ხურცილავას გაყვაცოლად, მაგრამ მე მგონი კატოზე ჭკვიანი მაინც არის. არა, დედას გავს, იმიტომ რომ დედა იმას გაყვავს. რა ქვია, გოგი. გოგი. დედა კიდე გოგის გაყვა. მე ძალიან მინდა რომ თუ სერიალი გავაგრძელეთ, შენი და გოგის სცენები იყოს რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თქვენი წყვილი. მაგარია რეიც. აი მაინც ის მახსენდება. ვიკას დედასთან რომანი რო გააბი. იცი როგორ ვინერვეულია. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მე ნანებოდა ჩემი თავი მხოლოდ ოჯახისთვის. თანაც ფიქრობდი, სხვამაც გაიგოს ერთი რა კარგი და გადასარევი ვარ მეც. უხრა უთანელი ხარ. აი ნაკოს გეფიცები. რომ ცოდოდა რომ გეწყინებოდა, არ ვიკადრებდი მაგ საქმეს. აი იტყუები. არ გიცნობდე მაინც. ნაკო დავიფიცე და არ გწვენია ნანა. კარგი რა. ნახე რა მოგიძღვნა. ეს ფიქრი წავა. ოცნების სიკეთ. და შენ გაჩნდები, როგორც მისან